ამ დასახლებას რეალურად მოგვიყვეს. დასახლების მიწას მივახეთ. სამხედროები მეუბნებიან არის. Баушенсатом мовляв, რომელიც გახსნეს რამდენიმე წუთის წინწლი. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем дорогу. Слава Украине! გამარჯობა, დღეს კვირაა და ტრადიციულად 20 საათსა და 30 წუთზე ეთერშია სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს. მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. ბრძოლები კუპიანსკსა და სამხრეთის მიმართულებაზე გრძელდება. რუსული არმია უტევს უკრაინულ დასახლებებს. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გააქტიურდა, არის სამხრეთის ფრონტზე. კონკრეტულად კი გულიაპოლის მიმართულებაზე, სადაც რუსული ქვედანაყოფები რამდენიმე მიმართულებით ცდილობენ, რომ გაარღვიონ უკრაინული თავდაცვის ხაზი და მოახდინონ ახალი შეტევის წამოწყება, თუმცა მთავარი აქცენტი ამ დროისთვის ჯერ ისევ კეთდება პაკროვსკზე, რომელსაც თითქმის 14 თვე აუტევს რუსული არმია. ჩვენ სამხრეთის ფრონტიდან ჩაგვერთვება სტუმარი დიმიტრი ჩიტიშვილი, ქართული ლეგიონის მებრძოლი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც ამ წუთებში გულიაპოლის მიმართულებიდან გვერთვება. დიმიტრი, მოგესალმები და მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. დიმიტრი, მოდი დავიწყოთ თქვენი მიმართულებიდან. რატომ სცადა რუსულმა მხარემ ახალი კონტრშეტევის წამოწყება ამ მიმართულებაზე და რა მდგომარეობაა გულიაპოლის მიმართულებაზე, სამხრეთის ფრონტზე კონკრეტულად? ახალ მიმართულებაზე წამოიწყო შეტევა რუსულმა მხარემ გადასაფარად პაკროვსკის ჩავარდნის ამ ნისლიდან ნისლიან პერიოდში, სადაც გაეკეთებინათ წარმატებული ოპერაცია, მაგრამ მოხერხდა მათი შეკავება, მათი შემოტევის აღკვეთა. არ ნახულა დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა შეაკლეს, გუშინწინდელი მდგომარეობით. ერთ ღამეში განადგურებული იყო 4000 რუსი ჯარისკაცი, რომელიც ოფიციალურად დასტურებული არის. ამასთან კუპიანსკის მიმართულებაზე დამოწებულმა აქტივობამ იფიქრეს, რომ გადაიტანდნენ ან რეზერვების გადასროლა მოხდებოდა, ან ცოცხალი ძალით გადაყვანა იქით და შედეგს გამოიღებდა დაწოლა უკრაინელების მხრიდან რუსებზე შემცირდებოდა პაკროვსკის მიმართულებით, მაგრამ ეს შედეგს ვერ და არ გამოიღებს, რამდენადაც უკვე გეგმაზომიერად გამოცდილება არის ბახმუტის, რომ უკრაინას საკმაოდ კარგი გამოცდილება, იციან როგორ უნდა შეაკავონ ტერი ქალაქის პირობებში, მით უმეტეს რთული მეტეოროლოგიური პირობებისას ინახა გამოსავალი ამასთან და ხდება მათი პირდაპირ გზაზე განადგურება, არ უშვებენ დასახლებულ პუნქტამდე, აღმოჩენა დროული და დროული აღკვეთა მიმართულებით. სამხრეთის მიმართულებასაც შეეხება გულიაპოლის ბოლო პერიოდში იყო გააქტიურება სადაზვერვო დრონების მხრიდან, ავიაციის მხრიდან იყო გაშვებული კაბის ტიპის რაკეტები, მოხდა ასე ვთქვათ, საავიაციო სისხლის მიტანა და იერიშები ამ მიმართულებაზეც. ცდილობენ, რომ გაიტანონ და გაფანტონ ყურადღება სხვადასხვა მიმართულებებზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ მათი მთავარი ამოცანა ისე პაკროვსკი არის, რამდენადაც 15 ნოემბერს ვერ მოახერხეს პაკროვსკის აღება, ახლა დრო გადაიწია და დათქვეს ახალი დრო 15 დეკემბერი. ჩვენ ნახეთ კირილ ბუდანოვის მოხსენება, სადაც იყო განმარტებული, რომ ვადები, რომელშიც რუსული მხარე აპირებდა კუპიანსკის და პაკროვსკის აღებას, კიდევ ერთხელ ჩავარდა და კიდევ ერთხელ მოუწევთ ამ ყველაფრის გადადება, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი ძალები უპირისპირდება უკრაინული ამ ყველაფერს. მოდი გკითხავ, რატომ არის პაკროვსკი ამ ეტაპზე რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და ხომ არ მიუთითებს ეს ყველაფერი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს, ასე ვთქვათ, და სრულად დაიპყროს დონეცკის ოლქი, რაც დაეხმარება პრინციპში იმაში, რომ საკუთარი პროპაგანდის საშუალებით დააჯეროს მოსახლეობას, რომ დონბასი, ეგრეთ წოდებული დონბასი, სრულადაა მათ კონტროლქვეშ.
ამა ერთი არის რომ პიარისთვის ჭირდება, მეორე არის რომ მას ჭირდება გადაუკეთოს გზა დამაკავშირებელი კრამატორსკთან სამხრეთის მიმართულებიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ამით ფაქტიურად კონტროლს მოახდენენ და ოპერატიულ კონტროლზე იყვნენ ლოჯისტიკური გზების გაურთულებენ მუშაობას. მეორე არის რომ მართლაც აქ პაკროს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც პიარის მხრივ შეუძლია თქვათ რომ რაღაცას მიაღწიეს მათ ჭირდებათ რაღაცა გამარჯვება ან რაღაც შედეგი ჭირდებათ იმიტომ რომ აქტიურად 14 თვეში მათ შედეგი ვერაფერს მიაღწიეს გარდა იმისა რომ შედეგში ჩანს დაღუპული მათი ჯარისკაცები განადგურებული ცოცხალი ძალა განადგურებული ტექნიკა აჩვენებენ ერთ კადრებს როდესაც შედის მათი კოლონა ვითომ შვიდად პროპაგანდისტვის, მაგრამ აღარ აჩვენებენ რა მოვიდა ამ კოლონას და როგორ შეხვდნენ უკრაინელები. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც გააქტიურდა ამ ბოლო დროს ბრძოლები, არის ხარკოვის ოლქი, ვოვჩანსკის მიმართულება, სადაც მანამ სანამ გააქტიურდებოდა ყველაფერი სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები ჰქონდა რუსულ არმიას გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულმა მხარემ შეუტია კაშხალს, რომელმაც დატბორა ის გზები, საიდანაც ისინი ლოგისტიკურად იკვებებოდნენ, ასე ვთქვათ. რა მდგომარეობაა ვოვჩანსკის მიმართულებაზე, ზოგადად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, რა მდგომარეობაა და რეალურად იქ რამდენად არის შანსი იმისა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს რუსული არმია? ვოვჩანსკის მიმართულებით გააქტიურებას და მივაწერდი უფრო მეტეოროლოგიურ პირობებს, რამდენადაც რომ გამოწვეულია ისევ და ისევ კერცაყრელი ბუნებრივი პირობებით, იყო ეხლა ეს პერიოდი იყო ნისლი, იყო წვიმები, აქტიურად უჭირდა სადაზვერვო დრონებს მუშაობა, ჭირდა მათი ადრეული აღმოჩენა და ვფიქრობ მაგით არის გამოწვეული მან ვოვჩანსკის მიმართულებაზე დიდი არაფერი ლოჯისტიკური წინსვლა მათ არ მგონია ჰქონდეთ, უფრო მაგით არის გამოწვეული. რაც შეეხება ნისლს, რომელიც შენ უკვე რამდენჯერმე ახსენე, ჩვენც ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში ხშირია იგივე პაკროვსკის და კონსტანტინოვკას მიმართულებაზე ნისლი და სწორედ ამ დროს ცდილობენ ისინი ჯავშან-სატანკო კოლონებით შეუტიონ. რამდენად გიშლით თქვენ ნისლი მუშაობაში ხელს და რამდენად სწრაფად ან ოპერატიულად ხდება ამ ჯგუფების აღმოჩენა, იმიტომ რომ მე პირადად რაც ვნახე ოფიციალურ წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ნისლის დროს დაწყებული ყველა შეტევა, სადაც ჯავშან ტექნიკა ფიგურირებდა, იქნა საბოლოო ჯამში აღკვეთილი და ეს ჯავშან ტექნიკა იქნა განადგურებული. რამდენად გეხმარება თქვენ ან მოწინააღმდეგეს მეტეოროლოგიური პირობები? დიახ, ამ ეტაპზე რამდენადაც უკრაინული მხარე თავდაცვაში დგას და არაკეთებს შეტევით ოპერაციებს, ნისლი მოწინააღმდეგეს ეხმარება, ზღუდავს ჩვენ ეფექტურობას დაახლოებით 60%-ით, მაგრამ ტექნოლოგიების ხარჯზე, ტექნოლოგიური ოპერატორების ხარჯზე ხერხდება მოწინააღმდეგის შეკავება, ხერხდება იგივე ნისლის პირობებში თერმული ხედვის კამერებით შემოწმება, აღმოჩენა, კონტროლი და უკვე განადგურება. ამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ სადაზვერვო დრონს თუ არის აღჭურვილი თერმული კამერით, შეუძლია აღმოჩენა მოწინააღმდეგეს და იგივე დამტყმული დრონებით თერმული აღჭურვილებით კარგად მუშაობენ. კი, არ არის ისეთი კარგი სურათი, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგრამ შესაძლებელი არის მოწინააღმდეგეს შემოტევის აღკვეთა. ჩვენ ნახეთ დღეს კიდევ ერთი განცხადება, სადაც მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე აგრძელებს ინფორმაციის გავრცელებას, რომ ისინი კუპიანსკში იმყოფებიან, ამ განცხადების მიხედვით, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, კუპიანსკში ისინი ინიციატივას კარგავენ. რატომ იყო კუპიანსკი რუსული მხარისთვის პრიორიტეტული მიმართულება, ამ მიმართულებების გარდა, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და რეალურად რა ძალებით გიპირისპირდებოდათ ამ მონაკვეთზე რუსული არმია? კუპიანსკი, როგორც პაკროვსკი, დიდი ხანია უკვე მათთვისაც აუღებელი ციხესიმაგრე არის, ფაქტიურად ვერ ხერხდება მათთვის მისი კონტროლი და მისი კონტროლის ხელში აღება. ამიტომაც მათთვისაც იგივე პირველი მიზანი იარისთვის, მეორე მიზანი რომ რაღაც წარმატებას მიაღწიონ და ებრუნონ ცდილობდნენ, მაგრამ
ტარტარგეს უპირატესობა რამდენადაც ისინი დამოკიდებულიები არიან ცოცხალ ძალაზე. მეტი მათ უპირატესობა არ გააჩნიათ ცოცხალი ძალა, რომელსაც აკლავენ, ახოცავენ. უბრალოდ ისინი არიან ინფორმაციულ ვაკუუმში, ვერ გებულობენ ვინ წავიდა, სად წავიდა, რა მოუვიდა იმ ხალხს, ყველას გონია რომ შედიან პოზიციაზე, სადღაც რადიოა გადაჭერებით, გებულობთ ამას რომ შედიან რაღაც პოზიციაზე, იქ ხვდებიან თავისები, მაგრამ მიდიან და ხდებათ ხოლმე და ხოლმე გამები, განადგურებული მოწინააღმდეგე და ამით პირველ ეტაპზე სადაც როდესაც აკეთებენ ძლიერ ზეწოლას თითქოს ინიციატივის ხელშეაღებას ცდილობენ, მაგრამ როდესაც უკვე დაიწყება მათი შემოტევის დროს განადგურება დრონების ხედან და რეალური სიტუაციის დანახვა უწევთ, უკვე ხდება ამ ყველაფრის ჩავარდნა და ამიტომაც არის ესეთი გარდამავალი პერიოდები აქვს ხოლმე ამ ოპერაციებში. იგივე შეტევით, იგივე თავდაცვით ოპერაციებში. დემნა, აუცილებლად მინდა გითხო დრონებზე და მე ვხედავ რომ შენს უკან არის სადაზვერო დრონი ჩამოკიდებული, მათ შორის ოპერატიულ ველზე, ასე ვთქვათ, უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ამ ეტაპზე თუ შეიცვალა დრონების მიმართულებით რამე გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში რაღაც სიახლეებს ვხედავთ დრონების მიმართულებით, მუდმივად ვითარდება ეს მდგომარეობა და ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე. ახლა რა სიტუაციაა ამ მიმართულებით და რამდენად გიმარტივებთ ტექნოლოგიების საქმეს? დიახ, რა თქმა უნდა, დრონები არის სამომის გამარჯვების ფორმულა უკვე იქცა დრონები. ფორმულად იქცა უკვე დრონები. რამდენადაც რა ვისაც აქვს უკეთესი ტექნოლოგია და ვისაც ყავს მეტი დრონი, ის მოიგებს ამოს ფაქტორად ესე გამოდის. რამდენადაც ახერხებთ დრონების საშუალებით დახმარებით ცოცხალი ძალის დაცვას, ცოცხალი ძალის შენარჩუნებას, მათ პოზიციების გამაგრებას, უბრალოდ არის იაფის საშუალება, მეტად ეფექტური და მეტად იაფის საშუალება. ტექნოლოგიური წინსვლა მოიტანა ის, რომ ბევრად გაასწრო ბომბდამშენ დრონებში უკრაინამ რუსეთს და ფაქტიურად მთელი ასე ვთქვათ 100%-ით წინ არიან ესენი მათთან შედარებით, რამდენადაც ესენი იყენებენ ბომბდამძიმე ტვირთგადამზიდ დრონებს ეფექტურად რუსეთს ამის საშუალება არ აქვს და ვერც იყენებს. მეორე არის, როდესაც რომ სადაზვეროდ იყენებენ უკვე მაღალ ტექნოლოგიას, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი და მასში ჩაშენებული მონაცემების ანალიზი და შიფრი, რომელსაც ძალიან სწრაფად აკეთებს, ძალიან სწრაფად ხდება მიზნის აღმოჩენა, მისი მდგომარეობის დადგენა, შემდეგ უკვე ასევე სწრაფად ხდება მოწინააღმდეგის განადგურება, იგივე დამტკბელი დრონებით, რომლებშიც უკვე ჩაშენებულია თვითდამიზნების სისტემა და ფაქტურად შედეგებმა და სიზუსტემ იმატა სადღაც 40-50%. და აუცილებლად მინდა გითხო სტრატეგიული დანიშნულების დრონებზე, რომელიც მტრის სიღრმეებში 500 და მეტ კილომეტრზე მუშაობს. ჩვენ ნახეთ რომ ტერიტორიები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე თბოელექტროსადგურები დაიბომბა მოსკოვი დარჩა შუქის გარეშე ერთი ღამის განმავლობაში. ამ მიმართულებით რამდენად ასე ვთქვათ აქვს რესურსი უკრაინას რომ გააგრძელოს ეს შეტევები, იმიტომ რომ ფაქტია ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინული მხარის პრიორიტეტი გახდა რომ ენერგომატარებლებზე შეუქმნას რუსეთს პრობლემები. ჩვენ ვნახეთ რომ დაიბომბა თბოელექტროსადგურები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის იგივე კურსკის მიმართულებაზე დაიბომბა, ნავთობტერმინალები დაიბომბა, პორტი და ეს პრინციპში ნიშნავს იმას, რომ კიევის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის რუსეთის სიღრმეებში ის ლოკაციები, რომლითაც ასე ვთქვათ, რუსეთი ახდენს ამ ომის უზრუნველყოფას, იმიტომ რომ შემოსავალი აქვს სწორედ ამ ენერგომატარებლებისგან, მათ შორის იგულისხმება ჩრდილოვანი ფლოტი, ნავთობის გატანა სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით რა რესურსია, ჩვენ ვხედავთ რომ სიღრმეებში საკმაოდ ღრმად იბომბება რუსეთის ფედერაცია და ხომ არ უნდა ველოდოთ კიდევ უფრო გააქტიურებას ამ მიმართულებით, მაშინ როცა კიდევ უფრო გაძლიერდება ზამთარი. დიახ, რა თქმა უნდა ველოდოთ გააქტიურებას და უფრო სიღრმეებში, უფრო მეტ დარტყმებს, რამდენადაც რომ ბუშინ ხელი მოეწერა ამერიკასთან საერთო ერთობლივ წარმოებაზე, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია დრონების, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება დრონების წარმოების
უკრაინელების გამოცდილება და პრაქტიკა გადაინაცვლებს უკვე ამ დრონებში და მოხდება მათი გამოყენება. ამასთან ევროპასთან მიღწეული არის საერთო წარმოებაზე მინიმუმ 4 ქვეყანასთან და ვფიქრობ უკვე იგივე ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე და პარტნიორების ხარდაჭერის ხარჯზე მოხდება უფრო სწრაფი ტემპით და უფრო მეტი დრონის მობილიზება და უფრო სიღრმეებში დარტყმა. უფრო მეტ მიზანზე ვფიქრობ ეს ზამთარი რუსეთის უფრო რთული იქნება ვიდრე უკრაინისთვის. და კიდევ ერთი სამიზნე, რომელიც მტრის სიღრმეებში მდებარეობს, ამ შემთხვევაში სამხედრო სამიზნეებს გულისხმობ, ძირითადად არის რადიოლოკაციური სისტემები, ძირითადად არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ანუ ის ტექნოლოგიები, რომელიც ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე ქვეით და საბრძოლო მანქანა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ავიაციის უფრო აქტიურად გამოყენება, იმიტომ რომ ძირითადად უტევენ საჰაერო თავდაცვის ელემენტებს და იმ მოწყობილობებს, რომელთაც შეუძლიათ ავიაციის აღმოჩენა. ამ მიმართულებით რას უნდა ველოდოთ და რამდენად ლოგიკურია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს უკრაინული ავიაცია ამ მიმართულებით? დიახ, რა თქმა უნდა, ბოლოს გაკეთებული ჩატარებული ოპერაციები და ბოლოს ამ ბოლო პერიოდებში განადგურებული მიზნები თუ იმსჯელებთ, უნდა ველოდოთ გაზაფხულისთვის ან ზამთრის ბოლოს საჰაერო შეტევას. ეს არ იქნება უბრალო პატარა ოპერაცია, ეს იქნება მასირებული და ორგანიზებული შეტევა სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ვფიქრობ, იქნება ასეთი შეტევა. და აუცილებლად მინდა კითხო ასევე ავიაციის მოდერნიზებაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს ფაქტიურად, გულისხმობ ფრანგული და შვედური ავიაციის შესყიდვა გადაცემის პროცესს. რამდენად შეცვლის ეს ყველაფერი ომის ბედს გამომდინარე იქიდან, რომ იყო მოლოდინები, რომ მაგალითად F-16-ები, რომელიც ახლა ყავს უკრაინას და რომელიც მიიღო დასავლეთისგან, მნიშვნელოვნად შეცვლიდა ამ ომის ბედს, თუმცა არც ისე მნიშვნელოვნად შეცვლილა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობს ეს ავიაცია და ჩვენ ვხედავთ კიდეც აქტიურად ავრცელებს უკრაინული მხარე კადრებს, თუმცა ამ ყველაფერს არ მოყოლია რაღაც ფართო მასშტაბიანი კონტრშეტევა უკრაინული მხარის მხრიდან. რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით და რეალურად რამდენად იქნება იგივე ფრანგული და შვედური ავიაციის თუნდაც სწრაფ ტემპებში მიღება იმის გარანტი, რომ უკრაინული მხარე წამოიწყებს ახალ კონტრშეტევას რომელიმე მიმართულებაზე, რომელიც კიევისთვის პრიორიტეტული იქნება. დიახ, განახსენები საჰაერო შეტევა, ფაქტიურად იქნება რეპეტიცია შემდეგი შეტევის, რამდენადაც გაიტესტება უკვე ეს ტექნოლოგიები, რომელითაც გადაიარაღდა იგივე F-16-ები, კი შემოვიდა, მაგრამ ფაქტიურად არ იყო მორგებული დღევანდელ რეალობას, მას დაჭირდა გადააკეთება შეცვლა ზოგიერთი სისტემის, მორგება რეალობასთან, მორგება ისეთ პირობებთან, სადაც არ მუშაობს გლობალური პოზიციონირების სისტემები და ამიტომაც ვფიქრობ, ნადრევი იყო მოლოდინები რაღაცა გადატეხას შეიტანენ F-16-ების გადაცემა, რამდენადაც მარტო რაოდენობა არ არის, მას პირდება გამოყენებისთვის საჭიროა მოსუფთავება ბრძოლის ველით და ეს ეტაპობრივად ხდება უკვე. ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე უკვე საინტერესო შედეგები და ნამუშევრები იქნება ავიაცია ბევრ საინტერესო შემოქმედებას. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა რუსტენ უმეროვმა გავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდში რუსული და უკრაინული მხარეები გაცვლიან ტყვეებს თანაბარი რაოდენობით, საუბარია 1200 ადამიანზე ორივე მხრიდან. ამ პროცესებში როგორია უკრაინის აქტიურობა და რეალურად ადამიანები, რომლებიც ერთი ან მეორე მხრიდან ტყვედ ჩავარდნენ, რა მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორ ხდება ეს პროცესი, როგორ ხდება უშუალოდ ტყვეთა გაცვლის პროცესი და რამდენად სწრაფად უნდა ელოდნონ ეს ადამიანები სახლებში დაბრუნებას. ტყვეთა გაცვლის პროცესი დამოკიდებული არის ტყვეთა ფონდი, რამდენად შეივსება, რამდენად სწრაფად შეივსება, რამდენად სწრაფად მოხდება ამ ფონდის შევსება
იგივე მოლაპარაკებებზე არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება ის მოლაპარაკებები სტამბულის ფორმატისთვის, მოლაპარაკებები, რომელიც იმართება, დამოკიდებული არის წითელი ჯვრის აქტიური მუშაობაზე, რამდენად აქტიურად იმუშავებს წითელი ჯვარი და დონორი ორგანიზაციები, რომ მოხდეს მათი ჩართულობით ტყვეების გაცვლა, პირობითად შეეხება მართლა ძალიან სასტიკ და ძიმე პირობებში უწევთ უკრაინელი ჯარისკაცებს იქ ყოფნა. განსხვავებით რუსი ჯარისკაცებთან, რომელიცაც რამდენადაც უკრაინული მხარე აბსოლუტური კანონის დაცვით უდგება ყველა პრინციპს და ყველა წესს და ყველა კონვენციას იცავს, რომელიც შეეხება მათ მოპყრობას და აქვთ ყველა პირობები იმას, რომ იყვნენ ჯანმრთელობა ქონდეთ შენარჩუნებული, იყვნენ შესაბამის პირობებში და დაბრუნდნენ სახლში ჯანმრთელები, რასაც არ აკეთებს რუსული მხარე არ ყავს. ყველანაირ კონვენციას, ყველანაირ კანონს არღვევს, არის წამების მრავალი ფაქტი, შეურაცხყოფის მრავალი ფაქტები, ადამიანის ღირსების შელახვის მრავალი ფაქტები, ასე რომ ვფიქრობ, უფრო ეფექტური და მალე სწრაფად დაბრუნებისთვის საჭირო არის ტყვეების ფონდის და საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტური მუშაობა. მათ შორის სამწუხაროდ რუსულ ტყვეობაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც, არ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. მადლობა თქვენ, დიმიტრი. მადლობა რომ გამოძებნეთ დრო ჩვენთვის. ეს იყო დიმიტრი ჩიტიშვილი, რომელიც ჩვენ გვერთვებოდა უკრაინიდან, სამხრეთის ფრონტიდან, გულიაპოლეს მიმართულებიდან. ეს იყო ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე დროებით.